ზანზიბარში დრო არ არსებობს. აქ ცხოვრების რიტმი სულ სხვაგვარად იდგებს. არც გეჩქარება და არც გინდა სადმე წახვიდე, რადგან ყველაფერი რაც გჭირდება აქ არის. ცხოვრება ფილტრის გარეშე. აი როგორი კადრები გელოდებათ წინ. დიახ, ოკეანის ღაპრულად ფირუზისფერია, აქ უზარმაზარ ყუებთან ერთად შეგიძლიათ იცუროთ ან თუნდაც დელფინებთან. რატომაც არა. ოკეანეში წვიმაში ცურვა კიდევ სულ სხვა გამოცდილებაა და რომ გგონია დღე დასრულდა, სწორედ მაშინ იღვიძებენ აფრიკული რიტმები მზის ჩასვლის ჯადოსნურ მაგიასთან ერთად. აქ ხალხი ისე გიღიმის, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობდნენ. სწორედ ამ დროს გრძნობ როგორია ნამდვილი თავისუფლება და ხვდები რომ ბედნიერება აქ მოიგონეს, ზუსტად ამ კუნძულზე. ვეცდები ეს ყველაფერი მოგიყვანოს. ახალი მოგზაურობის დროა. როგორც იცით, კენიაში ვარ. ძალიან მაგარი მოგზაურობა გამომივიდა და თუ ვლოგი ჯერ კიდევ არ გინახავთ, შეგიძლიათ უყუროთ ჩემს YouTube არხზე, უკვე მიდევს. ახლა ველოდები ჩემს შეფზარეულს, რომ საუზმე გაგვიმზადოს, ვისაუზმებ და შემდეგ უკვე ტანზანიის საზღვრისკენ გავემართები. არც მეტი, არც ნაკლები, მოტოტაქსით. თუ გაინტერესებს ჩემი შემდეგი თავგადასავლები, მაშინ აუცილებლად მადევნე თვალი, რადგან წინ დაუწყარ მოგზაურობებს გვერდებით. საუზმეც მოვიდა და აბა ვნახოთ ერთი. ეს არის ჩვენი სამზარეულო. დიო. ანტოჩუკი. აი ასე შეფუთული მოაქვთ ხოლმე, სხვათა შორის შორს ცხოვრობენ, ჩვენ კოტეჯი ცალკეა. საუზმე ეს რა არის? კვეცა. სავარაუდოდ ბლინები დანგემრიელია, გუშინ დავაგემოვნე და ეს ალბათ ტოსტი და სოსისი, ну ტრადიციულად. რაც შეეხება ყავას, ძალიან გემრიელია. ჩემი ტაქსიც მოვიდა. ტადამ! არ გაინტერესებთ რატომ ქვია ამ მოტოტაქსებს ბოდაბოდა? ბოდაბოდა სინამდვილეში border to borders, ანუ საზღვრიდან საზღვრამდეს ნიშნავს. ეს მოტოტაქსები პირველად 60-იან წლებში კენიისა და უგანდის საზღვარზე გამოჩნდნენ, სადაც მგზავრები ერთი საზღვრიდან მეორემდე ველოსიპედით გადაჰყავდათ. იმ მონაკვეთზე, სადაც მანქანები ვერ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით ველოსიპედები მოტოციკლებმა ჩაანაცვლეს და ბოდაბოდა მალევე გადაიქცა აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე იაფ, სწრაფ და პოპულარულ ტრანსპორტად. საზღვარი ჩემი სახლიდან ცოტა შორია და ამიტომ საწავის ხავსება მოგვიწია. შევავსებთ და გავაგრძელებთ გზას. ახალი მეგობრებით შევიძინე. Gary normali. მოვედი ტანზანიის საზღვარზე. ჩემი პასპორტი მზად არის. ახლა გავივლით სასაზღვრო კონტროლს, პროცედურებს და შემდეგ გავაგრძელებთ გზას. საზღვარი წარმატებულად დავტოვეთ კენიის და გადმოვედით ტანზანიაში. დავემშვიდობეთ ჩვენს სამუელს და იმედია კიდევ შევხვდებით. ლანშა. ასეთ რაღაცას ერთსად გზავრობა ჯერ მინივენით გავაგრძელეთ, სადაც თავადაც ხედავთ რამდენი ვართ. გზად ორი კაცი კიდევ დავიმატეთ. ვაიმე! შემდეგ ავტობუსის ჯერიც დადგა. როგორ მიყურებენ? კამერა ჩართული დამრჩენია და მოგვიანებით ვნახე ეს კადრები. ძალიან ბევრი ვიხალისე. სულ უკან მომიწია დაჯდომა, როგორც ხედავთ და დღემდე არ ვიცი როგორ ჩავაღწია ცოცხალმა დანიშნულების ადგილამდე, რადგან ყველა 40 მწოლიარე ინსპექტორს ძალიან ექსტრემალურად გრძნობდი. 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვედით არუშას ხმაურიან ქუჩებში. პირველ რიგში ახლა მივდივარ რაიმე კვების ობიექტი უნდა ვნახოთ, რადგან ძალიან მშია და შემდეგ გავემართებით ჩვენი სასტუმროსკენ. გზად ცოტა დაგათვალიერებინებთ და შეგავლებინებთ თვალს თუ რა ხდება და რა სიტუაცია აქ. არუშა ტანზანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქია, რომელიც 1890-იან წლებში გერმანულ კოლონიურ დასახლებად შეიქმნა. დღეს იგი სწრაფად მზარდი სავაჭრო და ტურისტული ცენტრია. აქ ბოლტი უფრო კარგად მუშაობს, ამიტომ გამოვიძახეთ ტუკ-ტუკი.
დღეს არუშას უნდა ვესტუმრობ და თქვენს დაგათვალიერებინებთ. ასევე გავისეირნებ მასაის ბაზარში, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ფერადი იქნება და წამოდით, ერთად ვნახოთ თუ რა ხდება აფრიკულ ქალაქში. ესე მოვედით მასაის მარკეტში და ვნახოთ შიგნით რა დაგხვდება. I'm waiting for you here, please. ანუ ხერხულად ვარ ღმერთო, ყველა მეპატიჟება. ყველას უნდა რომ ვიყიდო და ყველგან ხო ვერ ვიყიდი. ანუ ხერხულად გრძნობ თავს. ჩემი დროა. რა საყვარლები არის. არუშაში მასაის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და ხმაურიანი ადგილია, სადაც ადგილობრივი მასაები ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებს, სამოს და სამკაულებს ყიდიან. ფოტო ფასო. ბაზარი ნამდვილ აფრიკულ ატმოსფეროს ხმის. საოცრება, ჩემ გამოძახებულ ტუკტუკში სხვებმა დამასწრეს შაჭდომა და წავიდნენ. ფული მეჭამომეჭრა. მოკლედ ამათთან ვერ მოიწყენთ, ტაქსი გამოვიძახი ახლა ტუკტუკი და ძმაკაცთან ერთად მოვიდა. მასაის ბაზრის შემდეგ მთელი დღე მინდოდა არუშას ქუჩებში მებოდიალა და ქალაქი მენახა, მაგრამ მოულოდნელად გაწვიმდა და გეგმებით შემეცვალა. არა უშავს, ხანდახან მოგზაურობა ასეთია. ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი. სამაგიეროდ წინ მთავარი სანახაობაა. ვტოვებ ტანზანიას და მივფრინავ ზანზიბარისკენ. ესეც ჩემი თვითფრინავი. როგორი საყვარელია არა? მივფრინავ ავიაკომპანია Air Tanzaniით. ბილეთის ღირებულება დაახლოებით $150 ერთი გზა, ერთი ადამიანი. ფრენა დაახლოებით 1 საათს გრძელდება და ეს ყველაზე სწრაფი გზაა კუნძულზე მოსახვედრად. წინ ახალი თავგადასავლები მელოდება. ზანზიბარი არის კუნძული, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, ტანზანიის სანაპიროსთან. კლიმატი ტროპიკულია და წელიწადის ნებისმიერ დროს თბილა. ზანზიბარი ცნობილია თავისი ფირუზისფერი წყლებით, თეთრი ქვიშიანი პლაჟებითა და მრავალფეროვანი კულტურით. მოსახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონია. უმეტესობა მუსლიმია, რაც ადგილობრივ ყოფასა და ტრადიციებში ძალიან კარგად ჩანს. ოფიციალური ენა სვაჰილია, თუმცა ტურისტულ ზონებში თავისუფლად შეძლებთ ურთიერთობას ინგლისურად. ფულის ერთეული კი ტანზანიური შილინგია. ბევრგან დოლარიც მიიღება. ზანზიბარში ცხოვრება მშვიდი და აუჩქარებელია. დილაობით სანაპიროებზე ხშირად ნახავთ ადგილობრივებს, რომლებიც ვარჯიშობენ ან უბრალოდ ფეხბურთს თამაშობენ ქვიშაზე. ტურისტულ ზონებში შეამჩნევთ ასევე ფერად ტანისამოში გამოწყობილ მასაის ტომელებს, რომლებიც სამკაულებსა და ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. ეს კი ნონგუია. იგი ზანზიბარის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სანაპირო ზონა კუნძულზე. მეც სწორედ აქედან ვიწყებ. საღამოს, აი, აქ რო ჩამოჯდები და ღვინოს მოწრუყავ, აი ასეთ ხეზე. მეტი რაღა გინდა. როგორი უცნაურია ცხოვრება შუაგულ აფრიკაში, პატარა საქართველო ვიპოვე. გამარჯობა ქართველებო. მაიშა მარეფუ. გაგვიმარჯოს. როგორც უკვე იცით, ზანზიბარში გადაადგილებისთვის მოტოტაქსს ვიყენებ. ეს ბიუჯეტური, სწრაფი და სიცხეში საკმაოდ კომფორტული საშუალებაა და მთავარი. ტრასაზეც სწრაფად მოძრაობ, ვიწრო ქუჩებში კი მარტივად გადიხარ. დღეს ნუნგვის ძველ უბანში ვარ. აქ სულ სხვა ზანზიბარი დამხვდა. ჩუმი, თბილი და ნამდვილი. ვიწრო ქუჩებში ძველი ქვის სახლებია. აქ ქუჩები ტურისტულ ზონებს არ გავს. თითქოს დრო გაჩერებულია. აქაურობა მდიდრულად ნამდვილად არ გამოიყურება, მაგრამ იგრძნობა სითბო და შინაგანი სიმშვიდე. ადამიანები ბედნიერები არიან იმით, რაც აქვთ. ფრიმილისთვის კი მიზეზი საერთოდ არ სჭირდებათ. ნამდვილი ზანზიბარი სწორედ ასეთ ქუჩებშია. იქ, სადაც უბრალოდ ცხოვრობენ და ამას სიამაყით აკეთებენ. ახლა ჩვენ მოვედით კონტაქტურ ზოოპარკში და
ძალიან საინტერესო ამბები იწყებ. I can help you. Oh, that's great. And you can stand here and take this food, just this one. Okay. Nice. Pole, ეს უბრალოდ ზოოპარკი არაა. ის ცხოველთა პატარა თავშესაფარია. მობინადრეთა უმეტესობა აქ მოხდა ბუნებრივ გარემოში მიღებული ზიანის შემდეგ გადარჩენის მიზნით. სხვათა შორის ეს იყო ბოსი და მოძიმე იყო. Yeah, with baby, hakuna matata. ზოოპარკი 80-იან წლებში დაარსდა და მთავარი მიზანია ცხოველების დაცვა და მოვლა. ვიზიტორებს კი ეძლევათ უნიკალური შანსი მოეფერონ ცხოველებს, აჭამონ და რეალურად შეიგრძნონ ეს განსაკუთრებული გამოცდილება. აქ კამელეონები ყავს. თავიდან რომ მოვედი ვერ შევამჩნიე და ნენელა ჩნდებიან. სადღაც 7 დავითვალე უკვე. Yeah, nice. You wanna hold? Yes, Yes. like this. Hakuna matata. ვაიმე, You მე can, როგორ მიჭერს ფრჩხილებს? you can busu. ეცა ნაკეთ. You can ბუსუ, ანუ შეგიძლია აკოცო. When you kiss, she will become princess. ვაიმე. Oh, prince. აქ ცხოველებს თავისი სახელები ქვიათ, მაიმუნებს განსაკუთრებით, აქ ყავს ნატალი პორტმანი, ანჯელინა ჯოლი, თუმცა კამელეონებს სახელს ვერ ვარქმევთ, რადგან ყოველ დღე იცვლიან ფერებსო, ამიტომ მათი გარჩევა რთულია. Hakuna matata. Hakuna matata. ნახე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს კი ბაბუინებია. ძალიან აქტიურები, ცელქები და ცოტა გიჟებიც კი არიან. სწორედ ამიტომ ისინი გალიაში ცხოვრობენ, სადაც უსაფრთხოდ არიან როგორც თავად, ასევე ვიზიტორებიც. ბაბუინები ძალზე ჭკვიანი ცხოველები არიან და ითვლებიან ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ახლო ევოლუციურ ნათესავად. გენეტიკურად 94%-ზე მეტი მსგავსება აქვთ ჩვენთან. Ready for jiggy. All that And time. this is a woman? Not woman, yeah. So But they are... you wanna jiggy with everyone. Woman, people. You know what we call his name? No, Viagra boy. There's my- Viagra inside of the banana. აქ ამინდი როგორ არის, იცით? 5 წუთი უცებ მაგრად დასხებს წვიმას და შემდეგ გადაიღებს, თუმცა აქ მაინც ზემოთ ხეებია და სულ წვიმს. აი ასეთები ხდება აფრიკაში, შეგიძლიათ სირაქლემებსაც თქვენი ხელით აჭამოთ. ადამი და ევა. Ready? Yes. Oh my god. ხაკი ითონების ნახვის დრო დადგა. That's nails, okay? გეშინიათ გველები ის? მე არა, მინდოდა მოვფერებოდი, მაგრამ ეძინათ და მოდი არ გავაღვიძოთო. რა გაეწყობა. Hakuna matata. You see they are nice? Yeah. She's acrobatic, Angelina Jolie. ეს ანჯელინა ჯოლია, Yeah, ნახეთ, Angelina. გალიაში შემოვედით. ხა აქ რო დაგტოვოს ამათ. თელი ჰოლივუდი აქ ყავს. ჯეკი და როუზი. აქ ცხოვრობენ გიგანტური კუებიც. მათი ასაკი ხშირად 100 წელზე მეტს აღწევს, რაც მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხანს მცხოვრებ ქვეწარმავლებად აქცევს. ეს კუები ადაპტირებულები არიან ზანზიბარის კლიმატზე და ძირითადად იკვებებიან ბალახით, ბანანითა და ფოთლოვანი მცენარეებით. ეს პატარა ნახეთ. ვიზიტორებს ხშირად ეძლევათ შანსი მოეფერონ და საკუთარი ხელით აჭამონ. რა მაგარია არა? ეს კი ჯუჯა ანტილოპებია. მართალია პატარა, მაგრამ ძალიან სწრაფი ცხოველები არიან. ეს ნიანგი ოკეანეს გამოურიყია და ამათ მე შეიფარეს თურმე. ველურ ბუნებაში არ იჭერენ და არ მოყავთ. პირიქით, უვლიან. Crocodiles, we feed them fresh meat, okay? Like cows, chickens, and tourists. Okay? Yeah, delicious one. And like yesterday, we give one tourist. Oh my god! Yeah, only one. ძალიან გაგვიმართლა რომ გუშინ უკვე გემრიელად მიირჩეს ტურისტი. ახლა კი დროა კუებთან ერთად ვიცურავთ და თან ვაჭამთ. ეს კი ზღვის კუების პატარა თავშესაფარია ნუნგვის სანაპიროზე. აქ ცხოვრობენ კუები, რომლებიც თევზჭერის ბადეში მოხვედრისას ან სხვა ტრამვების შედეგად გადარჩნენ. თავშესაფარი მათ უსაფრთხო გარემოს მოვლას და საბოლოოდ ბუნებაში დაბრუნების შანსს აძლევს. ვიზიტორებს კი შეუძლიათ კუებთან ერთად ცურვა და მათი ხელით გამოკვება. საოცარი გამოცდილებაა. საინტერესოა თქვენ თუ იცურავებდით მათთან ერთად. ხომ შეგეშინდებოდათ? დამიწერეთ კომენტარებში.
ამასობაში პატარა ყავა შესვენება მოვიწყეთ. იცოდით, რომ აფრიკა ყავის სამშობლოა? სწორედ აქედან, ეთიოპიიდან იწყება ყავის ისტორია. აფრიკული ყავა ცნობილია თავისი ინტენსიური არომატით და ასეთ ადგილას რომ სვამ, გემო ორმაგად საოცარი ხდება. ახლა კი ვსტუმრობ მეთევზეთა უბანს. დავაპირებ დავაგემონო ზღვის პროდუქტები fish market-ში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილობრივ რესტორანში. აქ ყველაფერი ახალი და ნატურალურია. თევზი პირდაპირ ოკეანიდან მოდის, ხოლო კერძები უგემრიელესია. მართლა? არის აბსოლუტურად არა მე ვწამე და ისე მომეწონა ძალიან გემრიელია პირველია ნუნგუზე და წვენები აქვს მაგარი ცინზაჟის ხელი. ქარი გვირჩი ეს დავნახოთ. სანამ ჩემი კერძი მზადდება, დაგათვალიერებინებთ და ცოტას მოგიყვებით აქაურობის შესახებ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით კუნძულის უკიდურეს ზედა წერტილში და ეს არის მეთევზეთა უბანი. ძალიან საინტერესოა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სილამაზეს, რაც აქ ხდება, მრავალი საუკუნით უკან მოგზაურობ. აი, ასეთი მრავალფეროვანია ზანზიბარი. Fish you get from here is a fresh fish. That's why the fishermen going to fishing, and then they coming back 6 in the morning. Normally they catch marlin, tuna, kingfish, dorado, and the other fish. But also we have a 2 time for fishing. We have in the morning for the young boys, and then in the evening for the huge people. And then in the night we have a light. The people they going with the light with the huge boat. Wow. Yeah. ესეც ჩემი კერძი, თევზი ქარის соуში. ქარმა არ დაგაბნიოთ ინდურ გემოებთან საერთოდ არაფერი ჰქონდა საერთო. ხო, ფასს რაც შეეხება კონკრეტულად ეს კერძი 15,000 ტანზანიური შილინგი, ანუ დაახლოებით $6 ღირდა და ძალიან გემრიელია. ამასობაში მოსაღამოვდა და გამოიცანით რისი დროა? გართობის. ოკეანეში უნდა შევცუროთ და მზის ჩასვლით უნდა დავტყვეთ აფრიკული ცეკვების ფონზე. აქ ხომ სწორედ ასე ერთობიან. ზანზიბარში დაუკრუიზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცდილებაა. არაბული სტილის ტრადიციული ხისნავით ნაოსნობა ოკეანეში მზის ჩასვლის ფონზე. დაუ საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ვაჭრობის, თევზაობისა და ნაოსნობის ძირითადი საშუალება ინდოეთის ოკეანის რეგიონში. დღეს კი ამავე ნავით წინ დაუვიწყარი აფრიკული საღამო გველოდება. ეს კი თამაშა დაუვა. დიახ, არ მოგესმათ, ქართული სიტყვა. ქართული დროშა რომ ფრიალებს აფრიკაში და ქართველებს რომ აფრიკელი სიძე ყავს, ეგ ამბავი იცოდით? დიახ, ეს ნავი ქართველს ეკუთვნის და დღეს ჩვენი მასპინძელია. ოკეანეში ყოფნისას სრულად ეზიარებით ნამდვილ აფრიკულ ატმოსფეროს, ცოცხალ ცეკვებს, უგემრიელეს ტროპიკულ ხილსა და ადგილობრივ კერძებს დააგემონებთ და ასევე ეს ყველაფერი მზის ჩასვლის ულამაზეს ფონზე. თუ გინდა რომ მართლაც იგრძნო აფრიკული გართობა მთელი თავისი ენერგიით, ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოსცადო ზანზიბარში მოგზაურობისას. ახლა კი მივდივართ მნემბას კუნძულისკენ და ულამაზესი წყალქვეშა სამყარო უნდა აღმოვაჩინოთ. და თუ გაგვიმართლა, დელფინების გუნდსაც შევხვდებით. ერთი სული მაქვს, როდის შევცურავ აი ამ ულამაზეს წყლებში. წავედით. ნემბას კუნძულზე ტური ზანზიბარში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა. ტურის ღირებულება საშუალოდ $50, ფასი დამოკიდებულია სეზონზე. ფირუზისფერი ტალღები მზეზე ისიანათებს თითქოს ჯადოსნურ ფილმში ვარ. ამ ადგილს ტყუილად არ ეძახიან ზანზიბარის მარგალიტს. ნემბა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და მგონი უკვე ხვდები რატომაც. ეს კი ბილ გეიტსის კუნძულია. დიახ, სამწუხაროდ იქ გადასვლას ვერ შევძლებთ, ფილმი გვიშვებს. ისე რა მაგარია არა, საკუთარი კუნძული რომ გაქვს.
დელფინების ნახვა ამ ტურის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა. საოცარია, რომ აქ შეგიძლია მათთან ერთად იცურაო მათსავე სახლში, ბუნებრივ გარემოში. მე წყალში ვერ ჩავედი, რადგან ტალღები საკმაოდ დიდი იყო და ცურვა მასე კარგადაც არ ვიცი, რომ გამერისკა. სამაგიეროდ გიო ჩავიდა და რამდენიმე შთამბეჭდავი კადრის გადაღებაც შეძლო. თქვენ რას იზავდით ჩამოდგილას? გადახტებოდით თუ ნავში დარჩებოდით? ზანზიბარში სნორკლინგი კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოცდილებაა. ფერადი თევზების გარშემო ცურვა ხომ დაუჯერებლად ზღაპრულია. აქ ყველაფერი შესაძლებელია. აქაურობა განსაკუთრებით გამოირჩევა იმითაც, რომ ოკეანე აქ ცოტა ხნით იხსნება და ჩნდება პატარა ხმელეთი. ეს ფენომენი დამოკიდებულია წყლის მიქცევასა და მოქცევაზე, ასევე მთვარის ფაზებზე. დღეს როგორც ხედავთ, წყალი საკმაოდ მაღალია, რაც ნიშნავს, რომ მოქცევაა და ზოლი ვერ გამოჩნდა. დღეს უბრალოდ არ გაგვიმართლა. არაუშავს, სამაგიეროდ წავედით სანაპიროსკენ და მოულოდნელად გაწვიმდა. ინდოეთის ოკეანეში წვიმაში ცურვა სულ სხვა გამოცდილება ყოფილა. ერთხელ ცხოვრებაში რომ უნდა გამოსცადო ისეთი. ნამდვილი თერაპიაა. შემდეგ ტროპიკული ხილით გაგვიმასპინძლდნენ და ცოტა ვინებირვეთ სანაპიროზე. ზანზიბარში შეგიძლია შეხვდეს starfish-ებს, იგივე ზღვის ვარსკვლავებს. ისინი ლამასთან ერთად საოცარი არსებები არიან. თევზები რომ არ არიან, ეგ ალბათ იცოდით, მაგრამ დაკარგული კიდურის აღდგენის უნარი რომ აქვთ, ეგ თუ იცოდით. მათ აი ასეთი პატარა საცეცები აქვთ, რომლითაც მოძრაობენ და საკვებს იჭერენ. ცოტა ხანს ხელზე რომ იჯდა, ისე მომეწებდნენ, ძლივს მოვიშორე. ზღვის ვარსკვლავებს წყლის გარეშე ყოფნა მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლიათ, მანამდე სანამ არ გამოშრებიან. ამიტომ თუ მათ წყლის ზედაპირზე შეამჩნევთ, აუცილებლად სწრაფად დააბრუნეთ წყალში. მეც რა თქმა უნდა ასე მოვიქეცი. ეს ადგილი ხომ არ გეცნობათ? დიახ, ის სანაპიროა გუშინ რომ ვესტუმრე. გახსოვთ, მე თევზებზე მოგიყევით, ოკეანეში გასასვლელად რომ ემზადებოდნენ. აი ახლა დაბრუნდნენ და ნახეთ როგორი და რამხელა თევზები დაუჭერიათ. აქაურობა ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ასე რომ თუ შენც მათ სიაში ხარ, აუცილებლად გირჩევ ვესტუმრო. ამასობაში ცოტა დაუმწვარო ვარ და ქვიშიანიც რომ ვარ არ შეიმჩნიოთ. ისევ იმ რესტორანში ჩამოვჯექი და ამჯერად რვაფეხების და სხვადასხვა ზღვის პროდუქტების ასორტის დაგემოვნებას ვაპირებ. რვაფეხები განსაკუთრებით მიყვარს და მინდა გითხრათ, რომ ასეთი გემრიელი ჯერ აქამდე არ გამისინჯავს. თქვენ თუ მოხვდებით აქ, ჩემგან უდიდესი რეკომენდაცია. აბა ეს რა არის, ვინ იცის? შემწვარი ბანანი. მითხრეს უგემრიელესიაო და ნახოთ. ეს ისეთი დესერტია, ერთხელ მაინც რომ უნდა დააგემოვნო. თქვენ თუ გაგისინჯავთ და თუ მოგეწონათ. ზანზიბარში პლაჟებს შორის გადაადგილებაც თავისებური თავგადასავალია და არც ისეთი მარტივია, როგორც წარმოიდგენ. ამას სპეციალური ცოდნაც კი სჭირდება. შესაძლოა უცებ წყლის დონე მიმატოს და რომელიმე პლაჟზე ჩარჩეთ. მეც ამის ასე დამემართა. დღეში ორჯერ წყლის დონე იმატებს და იკლებს. ამას თაიდი ქვია. თაიდი ოკეანის ბუნებრივი ციკლური მოვლენაა, როცა წყლის დონე მთვარის მიზიდულობით ყოველდღე ორჯერ იცვლება. მიქცევისას წყალი იკლებს და უკან იხევს. ქვიშაზე სიარული თავისუფლად შეგიძლია. აი მოქცევისას წყალი ბრუნდება და გზას ფარავს. უცებ აღმოაჩენ, რომ თითქოს ოკეანეში დგახარ. შემთხვევით თუ ჩარჩი, არ შეგეშინდეთ. აქ ტაქსები პატრულირებენ და ისინი გაგიყვანენ. ესეც
ასე, ჩემი ზანზიბარულ ტანზანიური მოგზაურობის ვლოგი ამით დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა არ სრულდება ჩემი მოგზაურობა და თავგადასავლები. ამიტომ თუ გაინტერესებთ რომელი ქვეყანა ან რომელი დანიშნულება იქნება, მაშინ გამომიწერე. ჩართეზ არის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს ჩემი მომდევნო ვიდეოები და შევხვდებით შემდეგ თავგადასავალში. ხო მართლა არ დამავიწყდეს ჩემი ტურისტული საშუალებით, შენ შეგიძლია აქ ზანზიბარში, აფრიკაში და არა მხოლოდ აქ სოფიოს სხვადასხვა კუთხეში დაჯავშნო როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურები, ასე რომ თუ გინდა შენც ასეთი საოცარი თავგადასავლები გადაგხდეს თავს, უკვე იცი რაც უნდა გააკეთო. მოგწერეთ სოციალურ ქსელებში. მე კიდევ დაგემშვიდობებით, ცოტას გავგრილდები აი ესეთ საოცარ ფირუზისფერ წყალში და შემდეგ მოგზაურობის დაგეგმვის დროც დადგა. ასე რომ შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.